გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირველ გაკვეთილზე. დღეს ავხსნით კითხვის წესებს. ამ გაკვეთილის შემდეგ გეცოდინებათ, როგორ წაიკითხოთ სწორად ესპანურად და არ დაუშვათ ხშირად დაშვებული შეცდომები. ასევე ავხსნით, როგორ წარვადგინოთ თავი ესპანურად. ესპანურ ანბანში არის 27 ასო, 5 ხმოვანი, 22 თანხმოვანი. ზოგადად ესპანურში ყველაფერი ისე იკითხება, როგორც წერია. აი მაგალითად, ავიღოთ სიტყვა pelota, ბურთი, p e l o t a. როგორც ხედავთ, არანაირი სირთულე. თუმცა არის ასოები, რომლებიც არიან გამონაკლისები და სხვადასხვა წესები უნდა დავიმახსოვროთ იმისთვის, რომ სწორად წავიკითხოთ. პირველი ასეთი ასოა C. ანბანურად მას ქვია C. თუ ამ ასოს მოსდევს A, O და U, ის წაიკითხება როგორც K. მაგალითად, კამა, კოლა, კუნა. ხოლო თუ ამ ასოს მოსდევს დანარჩენი ორი ხმოვანი E და I, ის წაიკითხება როგორც Th და ნახეთ როგორ უნდა გამოვთქვათ ეს ასო. ცოტა უნდა დავარბილოთ. ჩლიფინა Th. Th. წარმოიდგინეთ, რომ ამბობთ ჩვეულებრივ S-ს, ოღონდ კბილებს შორის მოაქციეთ. Th. ესე იგი, E და I-ის შემთხვევაში გვაქვს C ჟღერადობა. მაგალითად, cerdo და ciencia. ასობგერა C-ს მხოლოდ შეიძლება ორი თანხმოვანი მოსდევდეს ესპანურ ენაში. ეს არის L და R და ორივე შემთხვევაში წაიკითხება როგორც K. მაგალითად, კრაკოვია, კლიმა. ასევე გვაქვს ერთი ასო, რომელიც შეიძლება მოსდევდეს C-ს და ეს არის H. ზოგადად H, ანუ ქართული H, მაგრამ იცოდეთ, ეს ასო ესპანურში არის მდუმარე. არ გამოვთქვავთ ამ ასოს. თუმცა, თუ C-ს შემდეგ დავწერთ, აუცილებლად მივიღებთ ჟღერადობას Ch და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ამის მერე რომელი ხმოვანი წამოვა A, E, I, O თუ U. ნახეთ, chico. Ch-ს შემდეგ იწერია, ვიტყვით chico. leche. E მაინც გამოვთქვავთ Ch. churro. უმოდის, მაინც გამოვთქვავთ Ch-ს. ასევე charco და chocolate. მოკლედ, მარტივი წესი. თუ C-ს და H-ს შემდეგ ნებისმიერ ხმოვანს დაინახავთ, არ აქვს მნიშვნელობა, წაიკითხავთ როგორც Ch. არსებობს სიტყვები, სადაც ორი C იყრის თავს. მაგალითად, destrucción, lección და ნახეთ როგორ იკითხება acción. უბრალოდ უნდა წავიკითხოთ ასე, არაფერი განსაკუთრებული. გადავიდეთ ასო X-ზე, რომლის წაკითხვის წესებიც შინაარსობრივად ძალიან გავს პირველ ასოს, ანუ C-ს. ნახეთ, აი ეს ასო X, ანბანური დასახელების მიხედვით, იკითხება G, თუ მოსდევს A, O და U ხმოვნები. და ასევე თუ მოსდევს თანხმოვანი. აი მაგალითად, gato, goma, guantes, gritar, ყველგან იკითხება როგორც G. ხოლო თუ მოყვება დანარჩენი ორი ხმოვანი, E და I, წაიკითხება როგორც X. მაგალითად, gente და dirigir. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გვინდა გამოვთქვათ ჟღერადობა G და G. ამ შემთხვევაში დაგჭირდება დამატებითი ხმოვანი. ანუ ასოებსა X-სა და I და S შორის უნდა ჩავსვათ ხმოვანი U, მაგრამ არ წავიკითხოთ, ანუ დავაიგნოროთ. მაგალითად, ნახეთ, guerra, ეს არ იქნება guerra. არა, ჩვენ გვჭირდება ჟღერადობა G, ამიტომ X-სა და S შორის ვამატებთ U ასობგერას და ვაიგნორებთ. შესაბამისად, guerra. ასევე ის შემთხვევაშიც იგივეა, ნახეთ, águila, G-სა და, უბრალოდ X-სა და I-ს შორის ჩავამატებთ U-ს და გამოვა águila. მაგრამ ესპანურში ასევე არსებობს სიტყვები, სადაც გვესმის gue და gui ჟღერადობები. აი მაგალითად, pingüino, vergüenza. როგორც ხედავთ, U-ს ორი პატარა წერტილი აქვს თავზე. აი ამ შემთხვევაში, თუ U-ს აქვს ორი პატარა წერტილი, U-ს უნდა წავიკითხოთ. vergüenza, pingüino, guerra, águila. ხედავთ ხო განსხვავებას? შემდეგი ასო არის H, ანუ X, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ. გითხარით, რომ ის არის მდუმარე ასო, მხოლოდ გამოგვადგება Ch-ს საწარმოებლად. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ასო მართლა არ იკითხება. აი მაგალითად სიტყვებში hacer, zanahoria, როგორც ხედავთ, ვაიგნორებთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ეს ასო არ არსებობს. მაგრამ აუცილებელია მისი დაწერა და ნახეთ, რატომ hola გამარჯობას ნიშნავს, ხოლო hola H-ს გარეშე ნიშნავს ტალღას. ამიტომ აუცილებელია მისი დაწერა, იმისთვის რომ შინაარსი არ დაეკარგოს სიტყვას. გადავიდეთ შემდეგ ასოზე, ეს არის ასობგერა J.
ეს ასო ყოველთვის წაიკითხება როგორც ხ, მაგალითად, trabajar. არასდროს არ წაიკითხოთ ეს ასო როგორც ჟ ან როგორც ჯ. შეიძლება ფრანგულიდან ან ინგლისურიდან გქონდეთ ამის გავლენა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ესპანურში ეს ასო ყოველთვის იკითხება როგორც ხ. ასობგერა კა, ძალიან არაესპანური ასოა, ძირითადად შემოსულ სიტყვებში არის ხოლმე გამოყენებული და ისე წაიკითხება როგორც ქართული კ, მაგალითად ბიკინი, კარაოკე, კილო. რაც შეეხება ასო ენიეს, რომელიც ძალიან ესპანური ასოა, უბრალოდ უნდა დავარბილოთ. ენიე. ესპანურში არსებობს ჩვეულებრივი ν, მაგარი ν და არსებობს ასევე რბილი ნ. აი მაგალითად ნახეთ, განსხვავება რომ კარგად დაინახოთ. ნინьо. ხშირად ჭირს ხოლმე ამასოს გამოთქმა, მაგრამ შეეცადეთ რომ ჩვეულებრივი ν დაარბილოთ. კიდევ რამდენიმე მაგალითი. español, cumpleaños და ასე შემდეგ. ვადეკით ასოს, რომლის ამბანური დასახელებაც არის კუ. ამ ასოს დანიშნულება მხოლოდ ორია ესპანურ ენაში. გვეხმარება კე და კი ჟღერადობების გამოსათქმელად. მართლაც სხვა დანიშნულება არ აქვს. ამ ასოს ყოველთვის მოყვება უ და შემდეგ ან ე, ან ი. აი მაგალითად, queso, quien. სხვა კომბინაცია უბრალოდ არ შეგხვდებათ. ესე იგი, რომ შევაჯამოთ კა, კე, კი, კო, კუ. არ უნდა გამოგჩეს ასოები ბ და უბ. ეს ასოები იდენტურად იკითხება. აი მაგალითად, bufanda, vamos. ორივე ჟღერს როგორც ქართული ბ. შემდეგი ასო არის უბედობლე, W, რომელიც ძალიან არაესპანური ასოა და ძირითადად შემოსულ სიტყვებშია ხოლმე გამოყენებული, მაგალითად, sandwich, kiwi და ასე შემდეგ. ასობგერა ეგის იკითხება როგორც ks, მაგალითად, oxígeno, exportación, მხოლოდ აქვს ორი გამონაკლისი, Mexico და Texas. შემდეგი ასოს დასახელება ანბანურად არის Y, თუმცა ის იკითხება როგორც I, მაგალითად, ayer, ayuda. და ბოლო ასო ესპანურ ამბანში არის θ, რომელიც იკითხება ისე როგორც ჩლიფინა th, ნებისმიერ სიტყვაში, ნებისმიერი ხმოვნის შემდეგ, მაგალითად, zapato. ასევე zumo, corazón და ასე შემდეგ. ეს იყო სულ ამბანის შესახებ და სწორად როგორ უნდა წავიკითხოთ ასოები, თუმცა დაგვრჩა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი, ეს არის ორი ლს ფენომენი. თუ დაინახავთ, რომ წერია ორი ლ ნებისმიერ სიტყვაში, არ წაიკითხოთ როგორც ლ, ის იკითხება როგორც ი, მაგალითად, Sevilla. სხვა მაგალითები, Calle, Mallorca, Llamar. არასდროს წაიკითხოთ როგორც ლ. შესაბამისად, არასწორია Sevilla, Mallorca, Calle და ასე შემდეგ. მოდი ახლა ცოტა ვივარჯიშოთ კითხვაში. ეკრანზე ხედავ სიტყვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა წაიკითხო თავად. დაასტოპე ეს ვიდეო, დაიწყე კითხვა წესების მიხედვით და როცა მორჩები, ისევ დაიწყე ვიდეოს ყურება, სადაც მე შემოგთავაზებ ამ სიტყვების სწორ ვერსიას. მე თქვენთან ერთად წავიკითხავ. Chimpancé, cojín, ave, ciudad, jota, aliviar, cigüeña, ცოტა რთული სიტყვა, viejo, uva, cuidar, crujiente, vacío, castillo, pareja, darwinismo, Salamanca, dañar, clown, acogedor, dueño, bebinario, desagüe, desempeño, galaxia, genética, cuñada, Luxemburgo, ganador, kimono, exclusión, Guernica, parque, ley, orgullo, porqué, rayo, humanidad, raqueta, yogur, hielo, quieto, desayunar, ahorrar, quiero, llave, choque, arroz, pollo, bachata, guitarra, rodilla, bochorno, tierra, Zaragoza, heroísmo, vainilla, zapatilla. ახლა კი გადავიდეთ თავის წარდგენაზე. სულ 4 ფორმა არსებობს და შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი გამოიყენოთ საკუთარი თავის წარსადგენად. პირველი, soy და შეგიძლიათ თქვათ თქვენი სრული სახელი და გვარი, ასევე თქვათ me llamo და თქვენი სრული სახელი და გვარი, ასევე შეგიძლიათ თქვათ mi nombre es და სრული სახელი და გვარი და თუ მაინც და მაინც გინდათ რომ გვარიც ახსენოთ, შეგიძლიათ თქვათ mi apellido es.
თქვენი წლოვანების სათქმელად გამოიყენეთ შემდეგი სტრუქტურა. yo tengo და შემდეგ თქვენი წლოვანები. და არ დაგავიწყდეთ ბოლოში años მიმატება. მაგალითად, yo tengo 28 años. ვარ 28 წლის. როგორ ვილაპარაკოთ ჩვენს ეროვნებაზე? მარტივად. შეგიძლიათ თქვათ soy georgiana ან soy georgiano. o იქნება ბიჭის შემთხვევაში, a იქნება გოგოს შემთხვევაში. თუ გვინდა რომ სხვას ვკითხოთ, სახელი, გვარი, წლოვანება, ეროვნება, გამოიყენე შემდეგი კითხვები. რა გქვია, como te llamas ან cuál es tu nombre? კლასიკურად წლოვანების საკითხავად ვიყენებთ შემდეგ კითხვას. ¿Cuántos años tienes? ასევე თუ გინდათ კითხოთ, საიდან არის ადამიანი, შეგიძლიათ ასე კითხოთ. ¿De dónde eres? ასევე მნიშვნელოვანი კითხვაა, სად ცხოვრობ? ¿Dónde vives? ამაზე შეგიძლიათ მარტივად უპასუხოთ. Vivo en España. ცხოვრობ ესპანეთში. Vivo en Georgia. ცხოვრობ საქართველოში. თუ ვინმეს ტელეფონის ნომერი გაინტერესებთ, შეგიძლიათ კითხოთ. ¿Cuál es tu número de teléfono? და თუ თქვენ გეკითხებიან, შეგიძლიათ მარტივად უპასუხოთ. Mi número de teléfono es და შემდეგ ციფრები. გასწავლით ციფრებისა და რიცხვების მარტივად დამახსოვრების გზას. 1-დან 15-მდე სხვა გზა არ გაქვს, უნდა დაიმახსოვრო ზეპირად. ხოლო 16-დან მოყოლებული უკვე გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. ნახე, 16 არის 10 და 6, 10, 6, 17, 10 და 7, 10, 7 და ასე შემდეგ. შემდეგი უკვე ვიმახსოვრებთ ათეულებს. მაგალითად 20 არის 20, 21, 20 და 1, 21, 22, 23 და ასე შემდეგ. შემდეგ კი ლოგიკურად მიყვება 30, 30, 31, 31, 32, 32 და ასე შემდეგ. შემდეგი ათეულების დასახელება კი ასე ჟღერს. 40, 50, 60, 70, 80, 90 და ბოლოს 100, 100. მოდი რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ. 87, როგორ იქნება? უნდა ვთქვათ 80 და 7. 80 არის 80, 7 არის 7. ესე იგი 87. ახლა მინდა რომ ისევ დაასტოპო ეს ვიდეო, ნახო რიცხვები, წაიკითხო, შემდეგ ისევ ჩართო და მეკეტყვი როგორ უნდა თქვა ეს რიცხვები სწორად. 44, 54, 38, 38, 99, 99, 43, 43, 65, 65, 72, 72, 82, 82, 46, 56 და 96, 96. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მეორე გაკვეთილზე.